რა უნდა აკეთოს ქმარმა ცოლის ორსულობის პერიოდში. ეს რთული პერიოდი არა მხოლოდ ქალისთვისა, არამედ კაცისთვისაც. როგორც წესი, კაცისთვის სირთულე იმაშია, რომ ბოლომდე ვერ ხვდება რა ხდება მის ცოლთან და როგორ უნდა მოიქცეს. დაიმახსოვრე, შენი ქალი ახლა თავის ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე საოცარ და ამოუცნობ პერიოდს გადის. მისი სხეული, ემოციები ტრანსფორმირდება, შეიძლება ეცვლებოდეს განწყობა, გემოვნება, ჩვევები. არ არის საჭირო მთების გადადგმა, უბრალოდ გვერდით იყავი. ორსულობის დროს ქალის ჰორმონები ძალიან ძლიერად იცვლება. ეს შეიძლება გახადოს იგი გაღიზიანებული. ეცადე, არ იჩხუბო მასთან. ეს დროებითი მოვლენაა. ნუ ელოდები, რომ ორსულობა აუცილებლად ნიშნავს სიმსუბუქეს, ჯადოსნობასა და სასწაულს. არსებობენ ქალები, ვისაც ეს ეტაპი უფრო მარტივად გადააქვს. მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებსაც ბევრი შფოთვა და შიში აქვთ. თუ ეს მისი პირველი ორსულობაა, ისიც, ისევე როგორც შენ, არ იცის, რას უნდა ელოდოს. ერთად წავდ იმასთან ქალთა კონსულტაციაზე, გამოკვლევებსა და ულტრაბგერით კვლევებზე. ის იგრძნობს შენს მხარდაჭერას, ხოლო შენ ბევრ მნიშვნელოვანს გაიგებ. შენს ცოლს ახლა შეიძლება გაუჭირდეს ჯანმრთელობის მხრივ. და თუ აქამდე ამას არ აკეთებდი, ახლა ნამდვილად დასჭირდება შენი ხელი მანქანიდან გადმოსვლისას. ბოლოს სამ თვეში მას გაუჭირდება ფეხსაცმლის ჩაცმა, კიბეზე ასვლა ან მაღაზიამდე მისვლა. იზრუნე იმაზე, რომ ეს პერიოდი მაქსიმალურად კომფორტული იყოს მისთვის. ახლა ერთად შეიძლება მეტი დრო გაატარეთ. იარე პაემანებზე, ისე ერნეთ ილაპარაკეთ. სულ მალე თქვენი ოჯახი ახალ ეტაპზე გადავა. ამიტომ ახლა საუკეთესო დროა გააკეთო ყველაფერი, რასაც კი გმავდით, მაგრამ ჯერ ერთად ვერ მოასწავით. ახლა კი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კითხვა. როგორ ფიქრობთ, ერთობლივი მშობიარობა? ამას მხოლოდ თქვენ ორნი გადაწყვეტთ. წინასწარ განიხილეთ ეს საკითხი, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მოსამზადებლად დრო გქონდეთ.